ერთ-ერთი დაშვება, რასაც მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი, არის იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი ან ნატო აუცილებლად გაიმარჯვებს. ორივე ორგანიზაცია სერიოზული კრიზისის წინაშე დგას და არ გამიკვირდება თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში რომელიმე მათგანი ან ორივე ერთად დაიშალოს. შეცდომა ისეთ ინსტიტუტში ყოფნა, რომელიც რომელიმე დიდი სახელმწიფოს მიმართ რადიკალურად აგრესიულად არის განწყობილი. One of these great powers. So, Mr. Jeremy, thank you so much for... ბატონო ჯერმი, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით და ასევე თბილისის ფორუმში მონაწილეობთ. თქვენი ჩართულობა და წვლილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სურს ვისაუბროთ იმ კონფლიქტზე, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულის დასაწყისში ირანის წინააღმდეგ დაიწყო. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს ქმედებები რეალურად ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული. ახლო აღმოსავლეთში მისი ინტერესების დასასუსტებლად და აფრიკის კონტინენტისაკენ მიმავალი ჩინეთის სახმელეთო გზების დასაბლოკად. რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ ირანში მიმდინარე ბრძოლა გარკვეულწილად ეგრეთ წოდებული პროქსი ომია ჩინეთის წინააღმდეგ. China. Well, first of all, Georgie, thank you. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. თბილისში პირველად ვარ და ეს მართლაც ფანტასტიკური, ულამაზესი ქალაქია. სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურობდი და ბევრ დედაქალაქში ვარ ნამყოფი, თუმცა თბილისმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა და მას თავისი ლოგიკა აქვს. ამერიკელ ნეოკონსერვატორთა წრეებში ბევრი დაეთანხმებოდა ამ აზრს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ომის დაწყების ერთადერთი მიზეზია. აქ აშკარად იკვეთება ისრაელის ძლიერი ფაქტორიც, დიდი ისრაელის საკითხი და მათი ხედვა ირანთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციას ისრაელის საზოგადოების მხოლოდ პოლიტიზებული შედარებით ვიწრო ნაწილი იზიარებს. მესამე ფაქტორი კი თავად სპარსეთის ყურეში არსებული რთული ვითარება და დაწაბულობაა. ირანი შიიტური სახელმწიფოა, რომელსაც კომპლექსური ურთიერთობები აქვს ყურის მეზობელ ძირითად სუნიტურ სახელმწიფოებთან. თუმცა მხოლოდ ასე დაყოფაც სიტუაციის გამარტივება იქნებოდა. რადგან მაგალითად ბაჰრეინის მოსახლეობის დაახლოებით 60% სწორედ შიიტია. ასე რომ აქ ბევრი კომპლექსური დინამიკა მუშაობს და შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტორია. To assume that one of those on its own was responsible. What do you think about that? რას ფიქრობთ ამერიკის ამ კამპანიაზე და მის ევროპელ მოკავშირეებზე, ნატოს წევრებზე? მათ უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ ამ მოქმედებებში ჩართულიყვნენ. ეს ტრამპის ადმინისტრაციისადმი მათი დამოკიდებულების ბრალია, თუ ეს არის ღრმა ბზარის გამოვლინება, რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე დიდი ხანია არსებობს. The US for a long time now. I think it's a mixture of... ფიქრობ, ეს მინიმუმ ორი ფაქტორის ნაზავია. ერთის მხრივ, აქ ნამდვილად არის ტრამპის ადმინისტრაციისადმი არსებული ძლიერი ნეგატიური განწყობა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და ევროპაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. დაწყებული მათგან ვისაც სურს მხარდაჭერა, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკური გავლენა არ გააჩნიათ. დამთავრებული იმ ნაწილით, ვინც ამ კამპანიის მკაცრი მოწინააღმდეგეა. მაგალითად, ესპანეთმა საერთოდ შეაჩერა მონაწილეობა. საინტერესოა ჩემი ქვეყნის დიდი ბრიტანეთის პოზიციაც, რომელიც ერთგვარ შუალედურ ხაზს ინარჩუნებს. გარკვეულწილად მხარს უჭერს ამერიკელებს, თუმცა მხოლოდ იმ მიზნებით, რასაც ისინი თავდაცვით ამოცანას უწოდებენ. ჩემი აზრით, ამ არგუმენტების დაცვა ძალიან რთულია. ფუნდამენტურად კი ევროპელებისთვის მთავარი ამოცანა საკუთარი ეროვნული ინტერესების გაცნობიერება უნდა იყოს. მათი ეროვნული ინტერესი კი უპირველეს ყოვლისა სპარსეთის ყურიდან ნავთობის უწყვეტი მოწოდების უზრუნველყოფაა. ეს სამხედრო ოპერაცია, რომელიც ამერიკამ ევროპელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დაიწყო, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის ეროვნულ ინტერესებს. ევროპა, ისევე როგორც შორეული აღმოსავლეთი, კრიტიკულად არის დამოკიდებული ყურის ნახშირწყალბადებზე და ამ ნაბიჯის შედეგები სულ მალე კიდევ უფრო სერიოზულად დაგვაფიქრებს. გარდა ამისა, ბრიტანელების დისტანცირების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს ოპერაცია უკანონო ქმედებაა. საფრანგეთიც უფრო ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ცდილობს. ასე რომ,
გამიკვირდება თუ ევროპელების რაიმე სახის ჩართულობას უნახავ ამ პროცესში, რადგან ეს მათი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი შეცდომა იქნებოდა. Europeans in this actions because I think it would be a major mistake in terms of their national security. What is your assessment? თქვენი შეფასებით როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს შეინარჩუნოს თავისი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არაბული ქვეყნები იმედგაცრუებულნი არიან ამერიკის შესაძლებლობებით დაიცვას ისინი ირანის თავდასხმებისგან. ნიშნავს თუ არა ეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული დომინაციის ეპოქის დასასრულს. In the Middle East or not? I think it's quite possibly the end of ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს მართლაც ამერიკული დომინაციის დასასრული იყოს. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების მთავარი დაშვება იყო ის, რომ ამერიკის მხარდაჭერა მათი სრული უსაფრთხოების გარანტიას ქმნიდა. თუმცა ნახეთ, რომ ეს ასე არ არის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც საჰაერო თავდაცვითი გამანადგურებელი გემის ხომალდის ყოფილი კაპიტანი, კარგად ვიცნობ ანტისარაკეტო სისტემების მუშაობის პრინციპს. ჩვენ ვიცით, რომ ეს დასავლური სისტემები ეფექტურად ვერ უმკლავდებიან ბალისტიკურ რაკეტებს, ხოლო ჰიპერბგერითი რაკეტების წინააღმდეგ საერთოდ უზრუნველნი არიან. ისინი ხანდახან მუშაობენ დრონების წინააღმდეგ, თუმცა დრონების ჩამოსაგდებად ეს ძალიან ძვირადღირებული მეთოდია. დრონი შეიძლება 200-250,000 ფუნტი ღირდეს, ხოლო სტანდარტული რაკეტა 2-3 ან 4 მილიონი დოლარი. შესაბამისად, ყურის ქვეყნები ახლა რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ბევრ რამეში, მათ შორის თავდაცვის შესყიდვებსა და აღჭურვილობაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე არიან დამოკიდებულნი. მათ მოუწევთ ძალიან ფრთხილი ლავირების პოლიტიკის გატარება. მათთვის აშკარაა, რომ ამერიკა ამ ომს ვერ მოიგებს და გაუაზრებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. მათი მთავარი საზრუნავი ახლა სტაბილურობის მიღწევა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რათა ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად ვაშინგტონის სურვილისა შეეზღუდათ ჩინეთის გლობალური შესაძლებლობები, რაზეც ელბრიჯ კოლბი წერდა თავის უარყოფის სტრატეგიაში და რაც ტიპიური ნეოკონსერვატორული მიდგომაა, მათ შესაძლოა საპირისპირო შედეგი მიიღეს. ამ მოცემულობაში ყურის ქვეყნების ადგილას მე ვეცდებოდი ბევრად მჭიდრო ურთიერთობა დამემყარებინა რუსეთსა და ჩინეთთან, რადგან დღეს სწორედ მათ აქვთ იმის ბერკეტი, რომ უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოება და დააბალანსონ ჩემი ურთიერთობა ირანთან. So in that regard, what have been done? ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, ერთის მხრივ ხედავთ მრავალ პოლუსიანობის დაბადებას, სადაც რუსეთი, ჩინეთი და შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ ინდოეთიც გლობალურ ძალებად გვევლინებიან. მეორე მხრივ თავად ტრამპი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მას შემდეგაც, მათ შორის გასულ წელს გამოქვეყნებულ უსაფრთხოების დოკუმენტშიც აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად დასავლეთ ნახევარსფეროზე ფოკუსირდება. შეგვიძლია თუ არა თეორიულად წარმოვიდგინოთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ლოკალიზებულია საკუთარ ნახევარსფეროში და სამყარო, რომელიც ბალანსდება სხვა ძალებს შორის. ანუ ამერიკა კარგავს გავლენას ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ევროპა და ახლო აღმოსავლეთი და მხოლოდ საკუთარ რეგიონზე გადააქვს ყურადღება. You're just focusing on the Western Hemisphere. The short answer to your question is yes. მოკლე პასუხია, დიახ. მეტიც, ეს არა მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი, არამედ რეალურად. ახლაც ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ეს ძალიან კაფიოდ ეწერა და ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ამერიკის ადგილას მეც პირველ რიგში ფოკუსირებას მოვახდენდი საკუთარ ქვეყანაზე. უახლოეს მეზობლებზე და შემდეგ შორეულ აღმოსავლეთზე, რადგან იქ უდიდესი ეკონომიკური პერსპექტივებია. თანაც ამერიკის თვალში შორეულ აღმოსავლეთში არსებობს მისი მთავარი თანაწონადი კონკურენტი, ჩინეთი. ის თუ როგორ წარმართავს ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას და პირიქით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა მივდივართ მრავალპოლუსიანი სამყაროსკენ. ჩვენ უკვე მივედით სამპოლუსიან სამყარომდე, სადაც სამი დიდი ძალაა: ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. პრობლემა ის არის, რომ დასავლეთის დიდი ნაწილი, ისევე როგორც ისრაელი და უკრაინა, ინერციით კვლავ უყურებენ ამერიკას, როგორც ერთპიროვნულ ჰეგემონს. თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ ეს ასე არ არის. სამხედრო ძალაუფლების საფუძველი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა, რაზეც
გასულ წელსაც ვწერდი. პირველი არის ინდუსტრიული შესაძლებლობები. ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი წარმოების მოცულობით მაგალითად 155 მმ-იანი ჭურვების გამოშვებით თელ დასავლეთს უსწრებს. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ენერგიაა. თუ ვინმე ამიხსნის, როგორ უნდა აამუშავო ტანკი ან თვითმფრინავი საწვავის გარეშე, მზად ვარ მოусმინო. მაგრამ ეს შესაძლებელია. ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ სამხედრო ტექნიკას ელექტროძრავებზე გადავეყვანთ. მეორე მსოფლიო ომს ბევრი იდეების ტრიუმფს უწოდებს. თუმცა რეალურად ეს სწორედ ამ ორი კომპონენტის, ამერიკული ინდუსტრიული სიმძლავრისა და ნავთობის რესურსის ტრიუმფი იყო. იაპონიის ფლოტის მეთაური ადმირალი იამამოტო ამბობდა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ტეხასის ნავთობის საბადოები და დეტროიტის ავტოქარხნები, იცის, რომ ამერიკასთან ომს ვერასოდეს მოიგებს. დღეს კი ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც რუსეთი არის სრულიად თვითკმარი ქვეყანა, ძლიერი ინდუსტრიული წარმოებით და ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი. ჩინეთი მართალია ნახშირწყალბადების იმპორტიორია, თუმცა ძალიან გონივრულად მოქმედებს და მსოფლიოში უდიდესი სტრატეგიული რეზერვები გააჩნია. ბევრს ჰგონია, რომ ამერიკა ენერგოდამოკიდებულია, თუმცა რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები დღეში 6,5 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტს ანხორციელებს, რადგან საკუთარი მსუბუქი ნავთობის გასაზავებლად ეს სჭირდება. არც ამერიკის ინდუსტრიული სიმძლავრეა სახარბიელო მდგომარეობაში, რის გამოც ისინი ახლა წარმოების ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობენ. ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ სამპოლუსიან სამყაროში ვართ. შეცდომა იმის იმედ ტყობნა, რომ რადგან ამერიკა შენს მხარესაა, ავტომატურად მოიგებ. დღეს საჭიროა მკაფიო ანალიზი, დიპლომატია და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის უნარი, ნაცვლად ილუზიისა, რომ ამერიკასთან მეგობრობის გამო შეგიძლია სხვებს ზემოდან დაუწყო ლაპარაკი. So you started to talk თქვენ about უკვე ნაწილობრივ შეეხეთ ამ თემას, თუმცა ჩემი ბოლო კითხვა სწორედ საქართველოს ეხება. როგორც მცირე ქვეყანას უნდა გვაწუხებდეს თუ არა მრავალპოლუსიანობის დაბადება. ჩვენ ერთი გლობალური წესრიგიდან მეორეზე გადასვლის გარდამავალ პროცესში ვართ და დიდ სახელმწიფოებს ხშირად ახასიათებთ მცირე ქვეყნების გაწირვა საკუთარი ინტერესებისათვის. უნდა გვაშფოთებდეს თუ არა ეს რეალობა. shall we be concerned about that? I would be concerned in მე შევშფოთდებოდი თუ ვიგრძნობდი, რომ საქართველოს გაწირვის რეალური სტრატეგიული ინტერესი არსებობს. თუმცა ამის სტრატეგიული მიზანშეწონილობა ჩემი აზრით არ არსებობს. საქართველოს მთავარი გამოწვევა თქვენი გეოგრაფიული მდებარეობაა. თქვენ მოქცეული ხართ ორ დიდ ომს შორის. საქართველოს მთავრობისთვის რჩევის მიცემა, რომ თხოვან ვეტყოდი, რომ მოусმინონ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა მიხაილ შელენბერგი, რომელიც პატივისცემაზე საუბრობს. ასევე იაზროვნონ საბაზისო პრინციპებიდან გამომდინარე. ძალიან მკაფიოდ განსაზღვრონ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება და ამ საქმეში პროფესიონალები ჩართონ. ჩემი მყარი რეკომენდაცია იქნებოდა ისეთი გზის გაკვლევა, რომელიც სულაც არ ნიშნავს აუცილებლად ოფიციალურ ნეიტრალიტეტს, არამედ გულისხმობს მზაობას, არ გააკეთო არჩევანი შენ გარშემო არსებულ დიდ სახელმწიფოებს შორის. პირიქით, იმუშაო ყველასთან და არ დაეყნო დაშვებებს, რომელიც შეიძლება არამყარი აღმოჩნდეს. ერთ-ერთი დაშვება, რასაც მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი, არის იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი ან ნატო აუცილებლად გაიმარჯვებს. ორივე ორგანიზაცია სერიოზული კრიზისის წინაშე დგას და არ გამიკვირდება თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში რომელიმე მათგანი ან ორივე ერთად დაიშალოს. შეცდომა ისეთ ინსტიტუტში ყოფნა, რომელიც რომელიმე დიდი სახელმწიფოს მიმართ რადიკალურად აგრესიულად არის განწყობილი. ამიტომ მე ავირჩევდი შუალედურ გზას, სადაც შეინარჩუნებდით მაქსიმალურად კარგ ურთიერთობას ყველა იმ აქტორთან, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩინეთთანაც. სიფრთხილე გმართებთ, რომ ევროკავშირმა არ გიბიძგოთ ანტირუსული პოზიციისაკენ, ან რუსეთმა ანტიევროპულისაკენ. ეს შუალედური გზა საუკეთესოა და საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს ამის განსახორციელებლად. ეს არის მოაზროვნე, წარმატებული და განვითარების გზაზე მყოფი ერი. So, Commodore, thank you so much for being with us. Thank you, Joe. Thanks a lot. for Pleasure. this Pleasure.